ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლი კიდევ უფრო განამკაცრა. კანონდარღვევა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. გივი კუჯავაგი ამბობთ. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ავტომობილი, რომელსაც ხილული გამონაბოლქვი აღენიშნება, გადამოწმებას ექვემდებარება. 2026 წლის იანვრიდან აპრილამდე გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2891 ფაქტია გამოვლენილი. კონტროლი საქართველოს 4 დიდ ქალაქში მიმდინარეობს. ყველაზე მეტი 1714 სამართალდარღვევა თბილისში გამოვლინდა. კანონდამრღვევებიდან 2511 ფიზიკური პირია. 380 შემთხვევაში კი იურიდიული პირები დაჯარიმდნენ. კონტროლი მიმდინარეობს 4 დიდ ქალაქში, ეს არის დედაქალაქი თბილისი, რუსთავი, ქალაქი ქუთაისი და ბათუმი. გაძლიერდა ეკიპაჟები, აქ იგულისხმება ადამიანური რესურსის დამატება, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დამატება და სხვადასხვა გამზომი ხელსაწყოების დამატება, რომლითაც უშუალოდ ადგილზევე ხდება როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანი ავტომობილების გადამოწმება. თუ დადგინდა, რომ ავტომობილი მავნე ნივთიერებებს გადაჭარბებული რაოდენობით გამოყოფს, ფიზიკური პირი 100, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფინანსური სანქცია გასამმაგდება. დეპარტამენტში გატარებული ცვლილებების შედეგად გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რამაც კანონდამრღვევთა გამოვლენა და მათზე რეაგირება მნიშვნელოვნად გაზარდა. მოწმება როგორც აღნიშნეთ დიზელის, ასევე ბენზინის ძრავის ავტომობილები, გვაქვს სტაციონარული აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ხდება ავტომანქანის გადამოწმება. გადამოწმის შედეგად თუ დადგინდა, რომ ავტომანქანა არის გაუმართავი და დაუდგინდა CO, ამ შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება. ავტოტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზია. ხილული გამონაბოლქვის კონტროლის გაძლიერების შემდეგ იმ ტერიტორიებზე, სადაც ტრანსპორტის დიდი რაოდენობა მოძრაობს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება შეინიშნება. ძირითადი გამოწვევა არის მტვრის-მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი. ტენდენცია ის მკვეთრი გაუმჯობესებას ვერ ვიტყვით, თუმცა ზოგიერთ ლოკაციაზე შეიმჩნევა კლება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს სპეციალური ხელსაწყოებით აკონტროლებენ. პროცესის მიზანი გარემოზე მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანაა.